აბა აი ამას ველოდებოდი თუმე ორი ჩართვა ამას ველოდები. რის პირობაც დადო გიორგი პრინციპში მიიღო ის შედეგი. გაინძრა გიორგი საწახვედი. დილამშვიდობისა კამერა. მოგესალმებით და მე ის გავამოძრავე. ოჩა. და მოძრაობდა, ეხლა აღარ შეიძლება. მთავარია რომ ეს ერთი თითი. აი მეორე თითი. მოკლედ გამარჯობა კიდევ ერთხელ გადაცემის მიწურულს შემოგერთით და ყველას კარგ დღეს გისურვებთ. ამინდი გადასარევი, განწყობა კიდევ უფრო გადასარევი და ფიზიკაზე საუბარი და მეცნიერებაზე საუბარი, ესეც ძალიან საინტერესო ბატონ თამას. ჩვენ ძალიან ბევრ ბატონ ნუგზარ, ბევრ გამოგონებაზე ვსაუბრობთ და ვაჩვენეთ ჩვენს მაყურებელს, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ ის გამოგონებები, რა გამოგონებებიც ბიჭებმა აი აქ შექმნეს. კარგით, ზოგადად ამ ლაბორატორიის შესახებ, როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიაა და ეს ლაბორატორია შექმნილი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აქ მუშაობის საშუალება მომავალში ექნებათ მაღალი კლასის სკოლის მოსწავლეებს, რადგან მოხდეს ზუსტად აი ამ STEM საგნების პოპულარიზაცია, რადგან დღეს აი თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნილება არის სწორედ აი ამ პროფესიის მიმართ. მეორე, რაც მინდა რომ თქვა, აი ზოგადად, როდესაც უნივერსიტეტს ამთავრებენ სტუდენტები, ეძებენ სამსახურს, დამსაქმებელს ეძებენ და აი ამ ლაბორატორიიდან გასული უკვე აი ამ პროექტებით ასწავლებელი ბავშვები, გასულმა სტუდენტმა უკვე უნდა იცოდეს, რომ არა ეძებოს სამსახური, არამედ თვითონ დაასაქმოს საკუთარი თავი, არა მარტო თავის თავი დაასაქმოს, არამედ სხვების დაასაქმოს. აი ამ მიზნით სწორედ ჩვენ ისეთ პროექტებს ვაკეთებთ ზუსტად, რომ მომავალში რაღაცა პრაქტიკული გამოყენება გქონდეს, რომ ბავშვებმა მე შესაბამისად თავიანთი საქმიანობა წამოეწყოს. ერთ-ერთი ისეთი გამოყენება პოვეთ ჩვენ და მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, წამოვძადეთ თუ შეიძლება. რა ქვია სწორედ აი ამ ხელსაწყოს, რომელიც აქ შეიქმნა, რომელსაც შეგვიძლია ნებისმიერი ფოტო მაგალითად გადავიყვანოთ ნახატის ამ რეჟიმში, მოკლედ შეიძლება თავისით ავტომატურად დახატოს, ხო და სწორედ აქ შეიქმნა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი აქ შეიქმნა, რა თქმა უნდა, ამ ბავშვების შექმნილია ძირითადად სტუდენტების მიმართ და ნებისმიერი ფოტოსურათი აი ამ მექანიკურ მოწყობილობას გადმოაქვს ქაღალდზე და შეუძლია დახატოს ნებისმიერი სურათი დაუშვათ, რაც გვაინტერესებს. სხვათა შორის ჩვენ ამ STEM მიმართულებასთან ახლა თანამედროვე მიმართულება კიდევ ასეთია, რომ ამ STEM მიმართულებას დაემატა კიდე ხელოვნება. აი სწორედ აი ხელოვნების მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტია ეს, რომ აი შექმნან დიზაინი, მხატვრობა და ასე შემდეგ. აი კიდევ მერაბის ფოტო რო დავხატოთ, მე მგონი კარგი იქნება. ეკას ფოტო ლაივში ხო დაიხატა და მერაბის ფოტო უკვე ტექნოლოგიურად დაიხატება. აჩო და მეთანხმება ამაში. გიორგი, და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ აი სწორედ ეს ხელი მაგალითად, რომელიც ძალიან ისეთ პრაქტიკულად როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. ნუ შეიქმნა რომ მოძრაობს ჩვენი მიმართულებით ეს გასაგებია. ეხლა ეს ხელი უკვე იყო ნათქვამი, რომ ხელზე გვიკეთია სამაჯური და ჩვენი თითების მოძრაობა ზუსტად იმეორებს ეს მექანიკური ხელი. ეს უბრალოდ არ არის სათამაშო. ეს შემდეგ შეიძლება განვითარდეს ასე, რომ სიტყვაზე აი გვაქვს ხშირად შეხება ტოქსიკურ ნივთიერებასთან, ვირუსებთან, რადიაციასთან და ეს შეგვიძლია სიტყვაზე ორი ხელი დავამონტაჟოთ სადღაც დახურულ სივრცეში, ჩვენ მონიტორით უყურებთ შესაბამის ნიმუშს და რასაც აქ ხელებით манипуляციას ვაკეთებთ, იგივე საკეთებს ზუსტად და იმეორებს საკმაოდ უსაფრთხოა. ხო და მე და ხელი დაგემშვიდობებით ახლა ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო სივრცეში ამოვყავით თავი ახალგაზრდა მეცნიერებს მე ასე ვიტყოდი ფიზიკოსებს და მომავალ თაობას წარმატებას ვუსურვებ და ჩვენ ხვალ უკვე ზვიაციკოლიას შევხვდებით და მოკლედ ძალიან საინტერესო ჩარტები ველოდება ასევე ხვალ ასე რომ კარგ დღეს გისურვებთ ამინდი მშვენიერი და განწყობაც წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდებს. მადლობა.